წინ რეალური ძალაუფლება, უკან კი ნომინალური პრემიერ-მინისტრი. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. სინამდვილეში ეს ყველა აქამდეც ვიცოდით, ყველა პრემიერი, ვინც გამოიცვალა ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებდა. თუმცა საბოლოო ჯამში აქ მთავარი სხვა რამეა. ეს არ არის ქართველობა. საქართველოს ისტორიაში უამრავი რამ მომხდარა. ომები, ბრძოლა, რა ვიცი, დაცემა, ისევ აღზევება და ასე შემდეგ. თუმცა მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ უნახავს. არასდროს ყოფილა პრეცედენტი, რომ საქართველოს მეფე ან მმართველი სხვისი ჩრდილი ყოფილიყო. ქართველი მეფე ნიშნავდა იმას, რომ ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. ის პირველი მიდიოდა ბრძოლაში და ასევე ხალხის წინაშე ის აგებდა პასუხს. ქართული ტრადიცია ზოგადად ღირსებაა და არა მორჩილება. ამას ქართული ისტორია ძალიან კარგად გვასწავლის. ეს სხვისი მორჩილება და მის უკან სირბილი საერთოდ არ არის ქართული გენეტიკა. აქ რასაც ხედავთ, პოლიტიკური გოშიაობაა, რაც უცხო სხეულია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ესაა რუსული სტილის ვერტიკალი, სადაც ფორმალური ინსტიტუტები მხოლოდ და მხოლოდ დეკორაციაა, ხოლო მთავარია უფროსის ერთგულება და მისი მორჩილება. რა დავარქვათ ეგეთ მმართველობას? სიგიჟე? თუ უბრალოდ დეგრადაცია, სადაც თავმოყარეობაზე მაღლა უფროსის კეთილგანწყობა დგას.